მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეს ჩემი ვლოგი არის, სადაც ერთ დღეს გავატარებ ფულ მაფიაში და გათვალიერებინებთ რაღაცა უფრო შიდა კუთხიდან დაგანახებთ ჩვენ მაფიის სივრცეს. არა მარტო მაფიის სივრცეს, რა ხდება, რა ორგანიზებები მიდის, ბევრმა თქვენგანმა დარწმუნებული ვარ არ იცით, ასე რომ წავედით. პირველ რიგში დავიწყოთ და მიდამოთი, აქეთ არის ვორტექსი, იქით არის ნავნე და შესაბამისად Google Maps-ზეც მოძებნით ძალიან მარტივად რა. წავედით, ეხლა შევედით. დღესთან არის MVP ორშაბათი რა. გამარჯვებულები, წამყვანის რჩეული მოთამაშეები მაფიაში ხდებიან MVP-ები და შემდეგ უკვე მთელი კვირის განმავლობაში დღეში ერთ თამაშს თამაშობენ უფასო. და ენიჭებათ ოქროსფერი ნიშანი მაფია GZ საიტზე, განსაკუთრებულად ჩანან ასევე მთავარ გვერდზე არიან გამოტანილები და MVP ორშაბათი ყველას უყვარს, არიან როგორც დამწყებები, ასევე ხშირი სტუმრები რა. დღეს დარწმუნებული ვარ, მაგრად გავერთობთ. ასე ჩავდივართ, ულამაზესი სარკე, სელფებს ვიღებთ ხოლმე. ჩვენ გვაქვს 13 ბილიარდი, საიდანაც ერთი არის სნუკერის მაგიდა, 10 ფუტიანი. აქ არის ჩვენი ბარი, სადაც მაგარი კოქტეილები არის, ცივი ყავა, ცხელი ყავა, ჩაი და თიკო, რა თქმა უნდა. ეს ნახე. რაღაცა მოიგონდა. წამო ხა დავუაროთ PlayStation-ს. თიკო გვაჩვენე? მობრძანდით ჩვენი გრანდიოზული სივრცე. PlayStation-ია? მარე 5. 2 საჭე. ამის გარდა კიდე გვაქვს კუპეები, ორიანი და კიდე ერთიანი ცალკე, სადაც შეგიძლიათ განმარტოვდეთ. არა, ღმერთი. ბიჭები გულისხმე რა. წამო, აბა კუპე ვნახოთ. არა, სანამ ხალხი მოვა, გვაქვს შესაძლებლობა რომ დავათვალიეროთ ესიერად, თორე აქ საღამოთი სადღაც 8 საათისკენ უკვე ძალიან ბევრი ხალხია და მეცნობა. ვიღაცა ცნობილი გავჩითეთ. მოგესალმებით, მობრძანდით ფულ მაფიაში და იხილეთ G2G მე ეხლავე მოვალ. აქ გვაქვს სნუკერის მაგიდა, სადაც შეგიძლიათ ეს არის 10 ფუტიანი, ხო? გაერთოთ. სივრცეში გვაქვს ერთი დიდი ტელევიზორი, 65-იანია თუ არ ვიცი რამდენიანია. გვაქვს საუნდ სისტემა, სადაც მამაღლა ვუშვებთ ხოლმე ფეხბურთებს, ქართველი ფეხბურთელების თამაშებს და ჩემპიონთა ლიგის თამაშებს და ნაკრების თამაშებს, ასევე UFC-ზე ვათენებთ ხოლმე, მით უმეტეს თუ ქართველები ჩხუბობენ და მოკლედ სიგიჟეები ხდება რა. ჩუმად ვაჩვენოთ რა ხდება მაგარი თამაშები და შეგიძლიათ მოხვდეთ, მოგხაროთ გვერდზე, შემოხვიდეთ და გაერთოთ. კუპეს გაჩვენებთ, სადაც შუქი სრული კომფორტისთვის არის მაგარი სიბნელე. აღარ დაგწყვილებს არ უშვებ. ასე უნდა წამოგორდე და ითამაშო PlayStation. ფილმს რო უყუროთ შეიძლება კი, უბრალოდ. ფილმებსაც უყურებენ ხოლმე, YouTube-ში მუსიკებსაც რთავენ და თავის პონჩი არიან ხოლმე რა. რა ხდება? მაგრამ ჯითუ მე ყველაფერი არ იცი. რა ხდება? ღმერთო ჩემ. აქეთ არიან და არ შევაწუხოთ რა. და იქ თუ პოსტერები არის, კომპიუტერები ვნახოთ წამო. ჩვენი კომფორტული სივრცე. შეგიძლიათ მოხვიდეთ მეგობრებო, ითხრათ გაერთოთ, დაისვენოთ და განიტვირთოთ კომპიუტერებში. ნუ G2-თან ერთად, G2-ც იქნება ხოლმე თქვენთან ერთად და ერთად ითამაშებთ. 10 კომპიუტერი დგას, 50-60 ვიდეო კარტები, 32 გიგაბაიტი RAM-ი. საკმაოდ ძლიერი სისტემები არის გეიმინგში, Full HD-ში რო ითამაშო რა. და აი ასეთი კომფორტული მონიტორებია. მაფიის დიდი ოთახი ვნახოთ. როგორ გამოიყურება. ხარე, მაგრამ მოდესო ისაპირისპირო ხარე, არგუმენტირებულად ხსნის, ხალხაჯერებულად ხსნის და ამიტომ უმტევს იმას. ეს ანიშნავს, რომ რომელიმე მხარე სწორია. ლეკა პავილივით ასისტა. ნომერი 1 სამ დახტოვას და დასახელებული პარამეტრები არიან 2, 4, 6, 5. საყვარელი ზავარძლები. როდესაც იყო ძალიან ეს შვიდად და აეროვანი კოქტეილი არის, ჩემი კოქტეილი რა. ყველას უყვარს. რეალურად პინაკოლადა არის, მაგრამ მე მასე ვეძახი. მაფიის კარტი გვაქვს, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ქართშოპ-ჯიზე, ლაშა საიტზე, ან მირიან მეფის 31-ში რა. ნახე რა ლამაზია. ესე იგი, მე სრული გამიჩნდა, ნოდოს აი ამ რადიონად საღამოებით ძალიან ბევრი ხალხი დადის. ვიყიდოთ ესეთი აპარატი, ოღონდ ფერადი, ან კარგ ფოტოებს როგორც დავდეს რა. და ხალხის ფოტოების კოლაჟი გავაკეთოთ ერთ მხარეს, სადაც თავის თავს დაინახავენ. რა თქით, ხალხი ჩემი ფოტოები გქონდათ მარტო. ან საჩუქრად ეს რა მივცეთ რა. ჩვენგან რაღაც. მე მომწონს, კარგი იდეა. გამუშავეთ და გავუშვით. G2 გულში ფიქრობს, რომ იმენა ქესთუმ გაყვასა რა.
აქ შეგიძლიათ რომ შეიძინოთ. ლენკა პრივეტ. ეხლა ჩავატარე პირველი თამაში, მალე მეორეს დავიწყებ. MVP გახდა 8 ნომერი, იმიტომ რომ იყო მაფია და 3 წამში მოიგო დონის ვერსიით. მოიგეს მაფიებმა, ჩაუბანსტი. ბლოგს ვიღებ. არა. ჩვენ იძულებით წერთ ყველას, ამიტომ რამდენი თამაში გაქვთ თამაშები? აქ სულ ვარ 3 ჯერ ნამყოფი მეგობრებო. ერთხელ მოვიგე მარტო, ერთხელ ვიყავი წყვილში. ჩეთერთო? ხო. ორო, ღმერთო, ნახე. და მაშინ ჩაუბანძდი. არა, შენ ჩაუბანძდი და მე ჩამაბანძდი. პირველად ითამაშა მაფია და ხამე დონს დეტექტივი იყო და ხამე დონს შუათითია ჩვენ და ჩაიშალა თამაში. რა მელაპარაკი ყველას ვეთყვი მაგას. რა იქნებოდა სტიმული რომ მეგობრებთან ერთად კი არა და სხვებთან ერთადაც მოსულიყავი. ალბათ შეჯიბრი. ჩემპიონატი. ტურნირი? ხო. სამოყვარულო. ოკეი. პროფესიონალები ჩვენ არ ვართ და სამოყვარულო ტურნირი. აუ, რა საინტერესოა რა. და გამარჯვებულს რა? უფასო თამაში, ხარამდენი. ვაუჩერები. ვაუჩერი რისი? ყავა და ლუდი უფასოდ მეგობრებო. ყავა და ლუდი უფასო. სალამი გამარჯობა. ეს ის რო დაბრუნდება? რა დაბრუნდით? არა, ღმერთო. მე და ჭიპა. რას გამიხილავთ? რას იტყოდით რა? ნახე, ეს არის ზეძვასი. აგერ ადამიანი უკვე 4 ჯერ არის ნამყოფი თავის მეგობრებთან ერთად რა. ოკეი. ოღონდ მარტო თავის მეგობრებთან თამაშობს. რას გააკეთებდით რომ ჩვენთან ერთადაც ეთამაშოთ? ყველაზე ანუ მე როგორ ვიყავი რომ თავიდან რომ თამაშობდი ჩემ მეგობრებთან ერთად რა საერთოდ არ გამოდიოდა და მე რაღაც ეტაპზე რომ ჩემ მეგობრებთან ერთად დავამუღამე მე გამიშთა იმისურვი რომ უკეთეს ხალხთან მეთამაშა რა უფრო მეთამაშა რა ოკეი, მაგრამ მან არის მეორე. გავამატო მან რაღაც. მან არის მეორე რაღაცა რა, ნახე, თუ შენი მეგობრები არ ვითარდებიან მაფიაში და იგივე ვარიანტი. ხო, ანუ შევერ შევითარდები რა. მე ვერ ვითარდები ვიცი. მაკრეფოში ბეზერდება ტიპა მაფიას ავქვთ როგორც სპორტს. რა თქმა უნდა. და უგებით ესე როგორც სპორტი. ხო და ანუ ჩვენთვის ნებისმიერი ახალი მოთამაშე არის ახალი გამოწვევა. ესე უყურებთ რა. იმიტომ რომ არის იმ ადამიანის თამაშის სტილი, სტრატეგია და ასე შემდეგ რა. მაგრამ ძირითადად არის როგორც ახალბედები თამაშობენ თუ ისე სტანდარტულად თამაშა, მაშინ ამოუხსნით იმ ამოცანას, მაგრამ თუ იმან როგორც სტანდარტული მოთამაშე ისე არის თამაში და რაღაცა სტრატეგია აქვს მომზადებული, შეიძლება გაგვიჭირდეს. ხო ასეა ბატონო. ეგრეა მინდია ძალიან ჭირს მინდია დღემდე ჭირს, მინდია არის შემთხვევით აქილევსის ხუსლი. რეალურად რა რომ დაფიქრდე მინდია როგორც თამაშობს ყველაფერს სწორად ამბობს, მაგრამ როგორც თამაშობს, არასწორად თამაშობს. არა, ძალიან ბევრს ეშინია მაფიაზე სათამაშოდ მისვლა. ხო, ეს ერთგვარი კომპლექსი არის, კი ბატონო. ხო და ეგ როგორ გადავალახე? უმეტეს შემთხვევაში არის რომ მარტო არ უნდა რომ მოვიდეს, იმიტომ რომ ზოგი ინტროვერტია, ზოგსად სიტუაცია არ მოსწონს. ანუ უნდა რა საერთოდ ერთი ეს რა ქვია ვიდეო აქვს რა, რომ აი რა ატმოსფერო არის აქ, რომ აი ყველას თან არის მეგობრული. თუ ხალხი ის ინტროვერტი ადამიანები რომლებიც ჩათვლენ მას ვიცი რა არის, აი მეგობრული გარემოა და მე რომც მარტო მივიდე რაღაცა ცუდი თამაშის გულისთვის რაღაცა არ გამტისკავენ, ან რაღაცა მეგობრულად დამხვდებიან, ჩემი აზრით ბევრად მეტი ადამიანი გადაწყვეტს, რომ თუნდაც მარტო მოვიდეს რა. ჩემ მეორე კოქტეილის ცხოვრებაში ვინ დალევს 5 ლარი ერთი. გოგოს ხო არაჯობნინებ. რამდენს გადაიხდი? რამდენს გადამიხდი შენ რო დავლივე კოქტეილი მოდი მაგაზე ვიზოვე. ჭიპა, რამდენს გადაიხდი? 9 ლარი ჭიპა. აი 10 ლარს გადავიხდი. მაგრამ ბიჭებს არ დაუთმო. მე მოდი გავრისკავ და 50 ლარს გადავიღე. შენ გადაიხდი მაგრამ. რა ღმერთო 50 ლარიანი კოქტეილი ჯერ. არ ვიდო მე პას. აბა, რას ვაკეთებ? დაანებე მაგას. მე ჯიტუჯი განისეს რაღაცამით რომ ძალიან მეცი. ერთთან თუ შეიძლება რომ გახვიდე იქ. წადი, ცე, იბერე ჩაგართხო. წადი მე. რა გავაკეთო ჩემ? ჰოპ! ჰოპა. მოდი. და რა უყური ხა ამას? ჩას. ამ ხალხს აიხვა ეხა ეს 50. აქ ჩაასხი და აქ ჩასხმე. გაზომე. რაც უნდა გაჭირდა. თვალის ზომა ეს პროფესიონალიზმი. სეროფია? თვალის ზომით ხო? აი რა შენი თვალის ზომით არა უხონდა. და დააყენო ჩაიკეტოს. არა და ამოტრიალა. აუცილებლად დაიქცევა ხო და ხა ჯანჯღან. ეხა ვაიტეს. აი კარგია აუცილებლად
საიდან ვერ გავა. მოგითხარი ცოტა ჩაამატე მეთქი. ხნა. ეხა ჭიქა უნდა აჭრიო. რა წარმოუდგენელია. არა გემრიელია. რომ ჯანდარი ჩას. მე ვიღებ ვიდეოს ბლოგს ერთი დღე მაფიაში. აუ ეს კაცი ჩავწერე. ხო, აი ხაი დაინახა. ვინა? ეს ის ვიდეოა, ეხლა ვლაპარაკობდი. მინდია ოთახში ჩავწეროთ. მინდია თვითონ. კაი, ჩვენ ამ ყველა მოთამაშესთან წერთ ინტერვიუს და პირველ ნომერზე დაჯექილო, მაგრამ ინტერვიუ ჩავწეროთ. პირველად როგორ გადაწყვიტეთ მაფიაში მოსვლა? თავიდან დამესიზმრეთ. მე ცა გაიხსნა თითქოს და ეს გამოხვედი. მოდი. რეკლამები თუ ხდებათ ხოლმე? კი, რეკლამები ხშირად. როგორ? რეკლამა კარგია, მაგრამ მარტო ეს თავია მეტის მეტად ის. არა, უფრო მეტი რეკლამები უნდა იყოს, თქო გოგოების ჩართულობა უნდა იყოს. გოგო ჯითუჯების რომ მოიზიდო კლიენტი. რომელი როლი გევასებათ უფრო მეტად? გიждები მოქალაქე ძულს რა რომელი მაფიოზი თავისთავად ხო? მაფიოზი. სხვა როლი არ განიხილება. ექიმი გავუში ხელით და შევიღავი ექიმი? მე ვიღავი როგორც ექიმი. სხვადასხვა მე მგონი გავხილე ხალხი. ერთადერთი ადამიანი რომელსაც ბლოკით დავებუქრე იყო მინდია რომ ფოლებით დგებოდა. ოღონდ აზრი არ ქონდა მაფიოზიდან, პატიოსნიდან, თუ ექიმიდან, თუ დეტექტივიდან. დეტექტივი ამოსდიოდა და თქვენ არ ახართ ღირსი მოგების და ადგებოდა წავიდოდა. და თხოვე რომ მეთქი ხო, ერთი კვირა აღარა იყო. ასეთყვი ახალ მოთამაშეებს რა. ახალ მოთამაშეებს ვეთქვი რომ იყავით ინდივიდუალური. წარმოაჩინეთ თქვენი თავი. ამ თამაშს არ შეშვენდეს ზედმეტი იუმორი და ცანცარი და რაც შეიძლება სერიოზულად მიუდექით ამ საკითხს რომ უყურე შენ რომ ხუმრობ, სხვები ღიზიანდებიან რა. არ უნდა გააღიზიანო ხალხი რა. მე მივხვდი მაგით ვაკეთებ, მაგრამ სხვებს ურჩევ რომ იგივე. ვითომ პირველ ნომერზე ზიხარ და რა ისტორიის ხო და რაღაც მე საერთოდ რო ხუმრობ, არავინ არ მეჩხუბება რა და იმ ადამიანმა გამოხატა წყენა რა. აქ ვიცნობ თქვენს რა მე ვეთქვი გამორთავს. ხო და გამიყვანა გვერდით სასაუბროთ. თან ისეთი ტიპია რომ იმისგან ვერ წარმოვიდგენ რომ საუბარი როგორ შეიძლება შედგეს იმასთან რა და ესე ვზიო და რაღაცა ის მიყვება და ამჯერად და ვაგოცებ ლოყას. ეს რა ბიჭებს აქ? კითხე იმას ვერ გადვიცე. იმენა რასბორკა იყო და ლოყაზე აკონცე ბიჭო. ჯახო ვერ გახო მიუახლოვდი თქრალბად ჩემი ცება და ესია დაწაბული ხელებს. მე პავილები რაღაცები და კარგი, მადლობა ძალიან დიდი და აი, ნატაშკა, თაკო და მარო. ეს არის მაფიის მეგობრობის დღიური, სადაც კითხვები წერია და ამ კითხვებზე უნდა გასცეს მაფიის მოთამაშეებმა, ფულრუ მაფიის მოთამაშეებმა პასუხები. მავსებინებდა ხოლმე გოგოები დღიურობს და არც ახლა მავსებინებენ. ძალიან რომ შენ გეტყობა აშკარად როლი. ექიმი რა თქმა უნდა. რა მარტივად იწება? მესამე პარტი უნდა ნახო შენ. მეორე არის ყველაზე კაი. რა არის შენი საყვარელი ფერი? ცისფერიო. ის ფერი. ვინდია შენ თამაშობ? რა გინდა რომ გამოხვიდეო და ექიმი დავწერე. შოგუნიდან ყველაზე მეტად ვინი ნებდება? ნოდო. ნოდო. ვდევარ ხოლმე შოგუნებისა. ვიდეოს ნაწილია მეგობრებო, არაფერი პრობლემა არ არის ტექნიკური, სპეციალურად ჩავაქრეთ შუქი, რომ ესეთი რა მოხდარიყო. დაბადების დღეა თუნდაც ხო? ხო. მე ნომერი 1, მაგრამ ნომერი 2. და 84 ნომერმა მე. რაც განიხილავს ერთი ოში ერთ შავს. და ჩემი აზრით და გუჩი არ იყო და 4 ნომერმა ეს თქვა რომ შეიძლება ნეიტრალური იყოს, ეგ მე მომეწონა რა არ შეეშინა რომ გამე 1-2 ვთამაშობ, ყველა ძითელია. მე ვთამაშობ ლიდერბორდში შესასვლელად. რაღაცა შეჭიხარ. მე რხევა, არა და ურხევა ვთამაშობ 1-2-7. ავიტანები! აი ეს
ქაოსი აღარ გაგრძელდეს, მოვიდა შუქი უკვე დავსერვირებულდეთ, ნომერი 2 გახსნის დღეს. ვაყენებ 12-ს გამინახეთ ზაგისთვის. ენებს ხარულის კანდიდატურას. ო, კარგი. ხარ თქვენ ხრენში. ნომერი 8 საუბრობს. ჩვენ ხართ ნომერი 8. მოდი გავიდეს 11. მე მინდა 11 შემოწმებული. აი, მე ვიტყვი ახლა სამ მაფიოს. ან 9 11 4-ია ერთად. ან კარგად არის საქმე. გავიდა 11. ვასახერებ 11-ს. პრობლემა. აბა როგორ ბრძანდებით, როგორ გიკითხოთ? მე ძალიან კარგად. მას მე რაც გიომ აქ მომიწვია, მაგის მე არ გამიმაზია აქაურობა. და ჩემზე ამბობენ რომ იუთუბერებს ემჩნევ, მაგრამ ერთადერთი ვისაც ვერ ვძი არის ჯითუჯი ისიც მაფიაში. აქ ძალიან ჯერობით კარგად გამოსდის მეგობრებო. ძალიან მგამიანი თამაშია მეგობრებო. ვისაც არ გითამაშია, თუნდაც წადოთ აუცილებლად, იმიტომ რომ მეც არ მეგონა რომ მე მარტო მეგონა რომ ონლაინ თამაში შეიძლება ყოფილიყო ისეთ მგამი, მაგრამ ეს ვაფშე სხვა რამე აღმოჩნდა. მაგაზე რომ ხარ და გამოდგვერდეთ და შენ შორს თამაშობ ბილიარდს და აქ ეს ხალხს ვიწყებს და საერთოდ არ არის. აბა ვიწყდეს რატო? უგებ ხოლმე? ანუ ეს ჯამში ის არის პარტია? მაგრამ მაინც ხშირად ხდება, სანამ ანუ ახლა როცა არ ვიტყუდი, ანუ როდესაც მოვუგე ერთ-ერთი კურსი და ჩემ ეგრე უგერდა, ისე თუ მიგებ ძალიან მიგებს. ანუ ან ცოტათი უგებ, ან ძალიან მიგებს რა. შენ მაფიას როდის თამაშობ? ალბათ მომავალ კვირას. ბიჭო, თეორია ძალიან მინდა ეხლაც ვითამაშო, მაგრამ თავშეკავ. კოშკას ეშინი. და შვენი. სეგანწაოგე. გავარდი საერთოდ პეტერბურგში და ეხლა თუ მოვიგე. რადგან ელიტიო შაბათია განსაკუთრებული წინაშე წავიყვან, ტელეფონები შეინახე, ჯიბეებში ჩაიწყვეთ. ხამე გძინას აი ამაში. თუ გასაგდები იქნები, ყველებით დაგაგდე. წინიანი ყავა მინდა თქო და ნახე საიდან გაქო ის ამ იმაში სიცივეში თქო და აი ხა გავაგებუნებ თუ რო დაიწყოს ქალბატონ მორინოვის საუბარს და შევაფასეთ რა მე ვფიქრო აი გასახო და გუნჩი ამიყვანეთ და მე შევხედო ჩემდეზე თუ იცოცხლე ეს სამივეჯერ ორჯერ მონკლეს ხელი გამოყვანეს და შევხედო თუ დავჭი დროინი მართლა საიდან ჩაგერგოთ პირველ ნომერო რეალიზაცია თვით 4 ნომერი შენზე მუშაობ დღეს. ერთ ნომერს ნახევარსაათი დავაგვირდებით, თუ მოწამვლის ნიშნები დაეწყო სასწრაფო გამოძახებული ყავს, ნუ გეშინია. არა, კარგი ხუმრობა მქონდა, მაგრამ ჯერ ისე ალბათ ერთმანეთთან თორე გეტყვი. აუ მე მქონდა. ნაყინი არ გეწუწოს მაგერ, ხო? არა, ისე დედა ჩემი ბავშვობაში ნაყინს არ მოჭმებდაო და ყავას არ მასმევდაო და მან იფიქრა რომ არ მოწამლული ყავიო. ამე სასწორებ ჩემზე. კი. მე თავ მარი პრიალოსა. აუ ასვიზა. რეზილი ჩამოვიდა ეგრევე ფურო მაფიაში. 12 საათიანზეო ჩაწერილი და ველოდები რომ მორჩეს იქ ვიდის ჭახაჭუხი გახსდები, განმოხსნები. და ეხლა ჯერ წყალხასიათზე ვარ, ემედიას არ მოუხდები შავი. თუ დეტექტივი 4 ნომერი ორიანი მოჭრილი შავი გამოდის. ხედები ხო ანუ იპოვა დონმა და დაუტრიალა მეორე წელს და ორიანი შენ აუ კაია. რო გეუბნებით 2-6-11-ია შალებში. და შენ არ ტიპმა ეისი გამიფუჭა ბიჭო. გაუ რა კაი ემოციაა ეს. ხო რა. ჩემი კომპიუტერი მიყავი რა. ღამის 3 საათი ხდება და მოდი ვნახოთ რა ხდება აქ. ვის უნდა თამაშოთ ოსმან მერტმა, ნორა თორმეტმა, ვის უნდა თამაშოთ ოსმან მალხმა, ნორა ექსმა, 4-6-7 ხარ 6 ნომერი ბოლო. რა შევქეთო? 4 შავია 3. რა ეხა ეს თამაში წარულ გამო. ვაყენებ 4 სამაგა და 4 შავა 4 იძახის ეხა 3 არისო შერიფი. ორმაგი შავი. რაებს არატყუებენ. უსირცხვილო. ან 7 ათვე, მეგობრებო 7 12 ბინძურები. მე ვარ იაკობ. აი
სამი თუ შავი არის, ჩემი შავი დარეგიზე. ამის მერი არ შერცხვება. აი რომ მოიგონ ესეთი თამაში არ შერცხვება. მე შემთხვევია. სხვა გზა ვამიღას კარჩე, უშქეშპედა და უშე ვაღურე. პირველი წელს კარჩე სულ ნომერ. ხო და მოდი გავიყვანოთ 7. სადაც აქამდე მოვედი, იქამდე გავიდებარებ ფინალში. გადავამოწმოთ ვარ მე-13-ზე ავედი მე-10-ზე not bad საბოლოო ჯამში ჩავიცვათ და წავალთ 4 დაიწყო ჯიტუ რა ვიდეო ბლოგში ჯიტუ სანამ შენ მოხვედები ზურა ყველაზე ბებერი ახლა შენ ყველაზე ბებერი მაგრამ ყველაზე მსხვილი ახლა აბაჰე